აქციეთ ყურადღება იმას, გრაფ, რომ მოყვანილ შემთხვევაში დათა თუთაშხიამ თავის ქმედებით ჩაფრებზე თავდასხმას მოუჭრა გზა. მართალია, ზარნავას თურმე სხვა მიზანი ამუზრავებდა, მაგრამ იმ წუთში ბატონ დათა თუთაშხიას არ შეეძლო გაცნობიერებული ჰქონოდა მას პინძლის ჭეშმარიტი მიზანი. ახლა მეორე. ტოფის წართმევის შემდეგ და ამაზე ზარნავას რეაქციის დანახვის შემდეგ ბატონ დათა თუთაშხიას ეჭვის ნატამალიც კი არ შეპარვია იმაში, რომ მის წინაშე ტიპიური გამცემი იდგა. ბატონ დათა თუთაშხიას აზრადაც არ მოსვლია შურის ზიება. იგი მიტრიალდა და წავიდა. ასე მოიქცა დევნილი დათა თუთაშხია და საფიქრებელია, რომ არც პატიების შემდეგ მოიქცევა სხვაგვარად. ბატონ დათა თუთაშხიაზე თუ კი რამ ვიცი, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს ბრძოლის და დაძლევის საგნად მხოლოდ საკუთარი არსება მიუჩნევია. განა რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ დიდ ომს სახე და შინაარსი შეეცვალოს. განა შეიძლება ასეთი პიროვნება ვინმესთვის საშიში იყოს. საინტერესოა. არც იქედან, რაც დათაზე ვიცი. და არც აქ მოყვანილი შემთხვევიდან არ ჩანს, რომ ეს კაციახლაა საშიში, ან მერე გახდება. ერთია კანონი და წყობილება გვაქვს ისეთი, რომ ჩვეულებრივი ამბავი ხანდახან დანაშაულად ითვლება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლება რა პოზიციას დაიკავებს დათა თუთაშხიას მიმართ. სწორი ბრძანება, ბატონო გოგი. მაგრამ სანამ სახელმწიფო და კანონი არსებობს, ეს საკითხი მეტნაკლებად ყოველთვის იდგება. ყოველთვის? სახელმწიფოს გააჩნია გრაფ. დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების, ანუ იმპერიების ძირითადი თავისებურება მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვა. ეს კი დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს და გულში წინასწარ სიძულვილი არ ჩაუთესოს. კაცობრიობის წარსულის ყველა იდეოლოგია ურჩევდა ადამიანს, ბოროტი რო იქნებიო. მაგრამ არც ერთს არ შეუქმნია საზოგადოების ისეთი მოდელი, რომლის ძირითადი ნიშანი ადამიანთა ურთიერთსიყვარული იქნებოდა. პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელი არ იყოს ძალადობის, ბოროტებისა და მასშტაბური იმპერიის და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენთვის ისიც თავისთავად გასაგები უნდა იყოს, რომ დათა თუთაშხიასთან აკაცები სამწუხაროდ იმპერიისათვის უაღრესად საშიშნი არიან. სხვა შეხედულების არსებობა გამორიცხულია. თქვენ, ბატონო თუთაშხია, სიამოვნებით მოგისმენთ. ვიტყვით თქვენ აფრთხილება. კედმაღლობით და ამაყი ხასიათით ვიარა ჩემი მოწაფული ცხოვრების პირველი ნაწილი. ალბათ ამანაც მიმეყვანა გააბრაგებამდე და მაშინ ვიყავი საშიში სახელმწიფოსთვის. რამდენი მეტი დრო გავიდა, იმდენი დაუნდობლად და განუკითხავად მცემა ცხოვრება, მაგრამ მარტო ამაყი ხასიათის და კედმაღლობის ბრალი არ იყო ეს. ერთი საგან მეორე კაცის გაჩაგვრა მძულ და ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი ამას. გასაჭირში და განსასწელში ჩავარდნილი კაცი მებრალებოდა. ხელის გაწოდებას და მიხმარებას მოვალეობად უთვლიდი ჩემ თავს. ამისთვისაც იყო რომ ხვდებოდა. ამასობაში ასაკმა მიმატა. ადრე ჩემი ღირსების შელახვას რომ ვერ ვიტანდი, მერე და მერე თითქმის მიმავიწყდა საკუთარი თავი. ახლა სხვისი ღირსების შელახვას ვერ ვეგუებოდი ვერაფრით. სიცოცხლის ფასად რომ ღირებოდა, მაინც ვებრძოდი უსამართლობით და ძალმომრეობით ლელოს გამტანკაცებს. ჩვენ სახელმწიფოში ასეთი კაცები უმეტესობაა. მაშინაც საშიში ვიყავი სახელმწიფოსთვის. აი ხანი ვიდექი ამაზე. მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს.
დაუკვირდი ჩემს აქციელს და იმ ადამიანებსაც მე რომ გამოვადექი რამეში შველა იყო დაცვა თუ ხსნა ზოგმა ბოროტებით გადამიხადა სხვა მიმაზე უარესი ჩაიდინა რასაც ავაცდინე ვიღაც თვითონ გახდა მოძალადე და ჯალათი ჩემი წყალობით ღონე რომ მოიკრიფა იმის მერე არ გის ლაპარაკად შევაქციე ზურგი ყველაფერს აღარ ჩავერია სხვის საქმეში დავრჩი მარტოთ მარტო და მივხვდი არ მოვიკეთი სწორად მაგრამ მომავალში რა მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა ვერც იმის გავიგე რამე ამან მომიყვანა თქვენს წრეში ვიფიქრე მათიც იან იქნება ის მე რომ არ ვიცი თქვა არ იცით არც თქვენ მგონია რა საკეთებელი და ნამდვილი საქმე ერთი კია მოწყურებული ხართ ჩემსავით საუბრობთ ვარაუდობთ ეძიეთ რაღაც გზაზეთ გახართ მართალია ესეც მაგრამ სანამ მანდათან აზრი მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდება საუკუნე გაივლის კიდევ გრაფმა რომ შემთხვევა მოიყვანა იმის განჯაში ის იქნებოდა მართალი ვინც ასე იტყოდა სახელმწიფოს იმ კაცის არ უნდა ეშინოდეს ვინც მახეში გაბმული მებრძოლი კაცების დახსნას არ შეეცდება ავარ ვარ საშიში თქვენ ოფწინვალებო ამიტომ აღარ ვარ არ ვიცი მივედობ თუ არა თქვენგან იმ ქაღალდს და არც ის მგონია დიდი მნიშვნელობა თუ აქვს მაგას ჩემი მომავალი ცხოვრებისათვის ეგ არის ამდენი წელიწადი გავიდა ვთქვი მე რამდენჯერ შემოცვალა აზრის ზნე და საქციელი ამ ხნის მანძილზე არ ვიცი და ვერ მოგახსენებთ ხვალ თუ ერთი წლის შემდეგ რა გზას დავადგები სიცრუის თქმას არ ვიკადრებ და ვერავის მივცემ იმის პირობას რომ ჩამიდებენ თუ არა ჯიბეში პატიების ქაღალდს მაშინვე შევდგები ბერად და იმპერიის დღეგრძელობისათვის ლოცვაში გადავიტყავებ მუხლებს საითაც გული გამიწევს იქით წავალ და იმ გზაზე ვივლი თქვენ ოფრწყინვალებავ ეს არის ჩემი სიმართლე გასაგებია მე ვხედავ თქვენი მეგობრების დევიზი მხოლოდ იერიშია ეგ დროის დევიზია თქვენ ოფრწყინვალებავ მაგრამ იერიში დაფუძნებული ადამიანურ თანაგრძნობაზე და ეხლა მე სწორედ თქვენთან აგრძნობას უნდა მიმართო ხშირად შეგხვედრიათ და თუთაშხიაზე სანდომი ენდეკეთილი ადამიანი ენდეთ ინტუიციას გკითხეთ თქვენ საკუთარ გულსა და გონებას განა შეუძლია ამ ადამიანს იყოს ზავი ბოროტი მრისხანე განა დევს მის ხასიათში ბოროტმოქმედება და დანაშაული როდის მე ხომ უნდა ეღირსოს ჭერს ოჯახს შვიდ ძილს შევსვათ მანდილოსნის წმინდა ცრემლის სადღეგრძელო ყველაზე დამაჯერებლისა და ყველაზე შედეგიან არგუმენტისა ქალბატონ ნანოს გაუმარჯოს მან ეს არგუმენტი უმშვენიერესი სახით წარმოგვიდგინა შენ დღეგრძელობისა იყოს ნანა მადლობთ ბატონებო სამწუხაროდ დასასვლელი ვარ მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მიღებისა მას მიზლებისათვის და იმისთვისაც რომ დღეს თქვენის წყალობით დიდი ხნის სურვილი ავისრულე გავიცანი და ვესაუბრე დათა თუთაშხიას ეს კი
და თუთაშხიას სახელზე შედგენილი პატიების სიგელი გახლავთ.